მეგობრებო, ტასუნამუკა იმეცადინა და აი აქ ულაგია, რაც უნდა ჩაალაგოს ჩანთაში. ეს ჩანთის პენალია, ამ კვირაში ამ ჩანთით დადის. მანამდე სხვა ჩანთით დადიოდა და ეხლა ამ ჩანთაზე გადავიდა, იმიტომ რომ წელს არ უხმარია. იმას, კაია, ორი ჩანთა როქს, იმას რო გავრეცხავ ხოლმე. ამას დაიჭერს და როცა ამას გავრეცხავ, დაიჭერს იმას. მარკერით მომისვარა გერმაგი და ამას ჭირდება 10 ტონი რო გადასწრეს, დროთა განმავლობაში ისედაც წურება და დანთად შემიძლი დავფრიკო, მაგრამ 10 ტონით უფრო მარტივია, აგერ ორი პენალი, ამაში ფანქრები ულაგია მხოლოდ. ეს საპრეზენტაციო დაფა ჭირდება ხვალე. აგერ რვეულები აქვს და ასეც წიგნები. და ეს წლის ბოთლი. როიმეცადინებს ხოლმე რაღაცნაირად ამოვისუნთქებ ხოლმე და თითქოს ის რაც გვევალებოდა მოვალეობა შევასრულებ და გითი ამბები გვაქვს მეგობრებო, ეხლა ნებს ჩაალაგებს. ეხლა წიგნს კითხულობს. რა წიგნს კითხულობ ხალბატონო? სალამურას თავგადასავალ. ეხლა ვარ 42 გვერდზე და უნდა წავიკითხო, ალბათ 60 გვერდამდე თუ მოვასწრებ, 60 გვერდამდე წავიკითხებ. 9-მდე, სანამ 9 გახდება, უნდა წავიკითხო. 9 საათამდე კითხულობ დღეს. კაი, ხელს აღარ შეგეშლით. მაგისალმით მეგობრებო, დღეს უნდა ჩავალაგებ ჩემ lunch box-ს. ვის შარაგებას აკეთებ? პირველ რიგში გავხსნათ აი ესე. გავხსნათ. ასეთი განყოფილებები აქვს და ახლა დავჭრის ტაფილოს ჯერ. აქ ქოქოსი მიდევს. ოძავ თხილად ასო. ეს არ ვარ. მე ხوار და გიჭრა. თითქოს თხილად. ამით კარგად გაიჭრა. ძალიან თხილად რა დაგთხო. ცო. თითები უკან გამოწიე ცოტა. ამაში პატარა დამას ვიხმარები. მოდი მე დაგიჭრიდი. არა, და დედაფაზე. ალბათ ამას მე დიდი ხანი მოვუნდები და რო დავჭრე დაიბრუნდებით. მანამდე მე გაჩვენებთ აქეთ რას ვამზადებ. ჭარხალი გავხეხე, ნიორი, მწვანე ვიქინძი და მარილი ხანი ესა ტელეფონი მიჭდება. მაიონეზ დავუმატებ და მოგურებ. აბარაშვები. მეგობრებო, აი ამებს ვჭრი სტაფილებს ესე რა. მოხ ქოქოსია წუტკი. ეს არის მაქვს ოнд. რა მიგეთ? ეს. რა დაგიჟავა? ეს ყუნწია. ყუნწას აქხელად არ აჭრიან. ეს ორი ერთად დავჭრათ, ნახოთ. მიდიაბა. ესე. ამებს ჩავყრი, აი ამ გამყოფილებაში. იდეალური. იდეალური არჩევანია, ხო? აღარ გინდა მეტი არ შეგეწევა. ეს თითო всё. ეგ ხო შეჭამერაც დაგჭა ხო? რა იდი არ მოგეწონა? აი ესე. ეხლა დავჭრა ყველი. სულგუნი და ჰოლანდიური. ქარხნული არ გიყვარს შენ. ქარხნული არ მიყვარს. თორე ქარხნულსაც წავიღებ. ეხლა ესე დავჭრე მეგობრებო. ესე დავაწყობ ჯერ. ნახეთ აი როგორ დავჭრი ახლა. აი ყოჩა. ამებს ჩავყრი აი აქ.
ეხლა დავჭრათ ეს ჰოლანდიური. წინ დაიდე. ვაიმე. არ შედება მეგობრებო ესა. კაი დადე ისე არა უშავს. ცოტა დაბრიცილია ეგ და გიტო ქონავს. ესე. ეს უნდა გავსინჯო. მიდიდე ტაფას უნდა მოვურიო აბა გადაისკენი. დაასრულე. ესეთი ხელმარჯვია ეს გოგო. რომ მოვიდა ჯერ იმეცადინა, არა ჭამა, ივახშმა. მერე იმეცადინა, წიგნით წაიკითხა. ესე. და ეხლა ჩავდეთ ქოკოსე. ქოკოსი კი ძალიან პატარა, მაგრამ მაინც დავჭი. აი ტელეკომ ქოკოსი მიგაქრა. არა დაგივარდეს, თორე დარჩები ქოკოსის გარეშე. და რო არ მომეწონა ძალიან, მაგიტომ მოხს ერთი ლუკმა, მაგრამ ერთი ლუკმა არა, უკვე 4 ლუკმა. აი. აჰა. ამას ყველაზე დიდი ჩავყრი ყველაზე ცოტას. კარგი და ყაცა. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი ზაფხულში რო ცხოვრობდა ხოლმე, ისეთი სიცხეებია ზუსტად. ტასუნა მოკლენკლავიანით ისხენი გავუშვი სკოლაში. და თხელი ქურთული მანქანაში მქონდა და ხופი გავატან. მაგრამ ისე ცხოვრობდა რომ აღარ გავატან. იქითაც ახლა რო გამოდის ეგრევე მანქანაში ხდება და არა მგონი ახლა სამომქის რეაგირებასი მტკიცეს. რაღაცების გამომდა და ნახოთ. უცებიც ვიყიდი კარფურში რაღაცებს და მე წავალ სახში ყავდა დავლის სასტიკად მივიდა. მეგობრებო, მარტო ხორცოლობო ვიყიდე კარფურში ნახეთ ესეთი ფარში, საქონლის ოღონდ მარტო. ესეთი საქონლის ხორცი და კარაქი ვიყიდე 3 წელი, იმიტომ რომ ფასტაკრება არაფერზე არ იყო, არა და აი ამ კარაქზე წინაზე ხელა ფასტაკრება იყო, ნახევარფასში იყო, მაგრამ მაშინ არ ვიყიდე და ეხლა კიდე აი ამაზე არ კიდე ფასტაკრება, 2 ხორცის ერთი ნაჭერი ვიყიდე და მეორე ძილხის ხორცი ვიყიდე კიდე. სხვადასხვა ფასიანები 28 და 50 და მგონი ეს 25 რაღაცა. და ქათამს ფრიანის ყიდვა აღარ მიყვარს ხოლმე. ტორო დიდად არ გვიყვარს ქათმის ყველა ნაწილი და ქათმის ესეთი გარკლების სხვადასხვა ასორტი. ეს ჩვენი სუფრის ტომატი ვიყიდე, მინდა გავაკეთო ტოლმა. ისე უყავი კომპოსტო. ჩადე მაცვეში. ხო, კომპოსტო ვიყიდე, მაგრამ ის უნდა შეუნახია. ლოვიტა ვიყიდე, 1+1-ში აქცია იყო და აი ეს ის ბისკოტას გემრიელის 1 ცელია და 99 თეთრი. ხო და ახლა მე შევალაგებ ტოლმას ამას დავტოვე, უნდა გავაკეთო ტოლმა. ჰა? ხო, კატალოგი. იქით რა ლამაზი პისო ყავს. იო, პისუნია. პისო. გო. ზაუმასია. და კარგი ხასიათის. დავდგი მეგობრებო კომპოსტო რო გაითუთქოს. აი, ძალიან დიდი კომპოსტოა და ახლა ცოტა სქელი ფოთლები მეჩვენება, იმედია არ გამაწვალებს და კაი კომპოსტო გამოვა ბოლოს და მარტო ესენი ექნება სქელი. ფარშიც გადმოვიტანე, ხახვი და მწვანილები უკვე გავასუფთავე, რომ დავჭრა, გავრიცხე. აგერ ტომატიც მინდევს და დავიწყებ მზადებას. ამას შევასუნელებ გემრიელად. და всё. ესეც ჩვენი დაჭრილი ხახვი და მწვანილები ერთად ფარში. ეხლა ამასაც აი, ნახეთ. ფარში ბრინჯი, ხახვი და მწვანილები ეხლა ამას უზრავს სუნელებს. ხორცის სუნელს უზრავს, ფარშის სუნელიც მაქვს და ტომატს დავუმატებ. ეხლა ბატონო წავს რომ ტომატი გავხსნა და დავუმატყო და მერე უკვე კომპოსტს იწყებს ნენელა. იმას იწყებს უკვე ნახეთ, დუხდება. ნენელა დაიწყებს გათუთხვას და მე თანდათან გავახვევ. აი ესეთი ამბები, ტოლმა ძალიან გვიყვარს ოჯახში ყველას. ნუ პირველ ადგილზე მე მიყვარს, მერე ლიზის, შენ გიყვარს? ხო, მე და ლიზას ძალიან გვიყვარს. ჭამს, მაგრამ დიდად არ გიშდება და
ჩემ მეუღლეს არ უყვარს, მაგრამ ჭამს, იმიტომ რომ ხო, ეგ დატასო რაღაც ერთნაირად. ანუ 50-50 რა, ყველას არა. ნახევარსა. მეგობრებო, ნახეთ ეს ლამაზი ჭიქა, კარფურში რომ მომწონს ხოლმე. გუშინ მეგობართან ერთად ვიყავი, ახლა გერმანიიდან არიან ჩამოსვლები და ვანახე ეს ჭიქა მომწონს თქო. ხო და 2 ცალი იყიდა და მე ერთი მემაჩუქა. ძალიან ლამაზია, ტოლმა დავდგი მეგობრებო და ახლა ამ ჭიქიდან უნდა დავლიო ყავა. ეს ჩემი ტოლმა, ესენი იმიტომ გავაკეთე ესე რომ პლაშებს არ ჭამს ჩემი ქმარი და ვუტიტულებ ხოლმე და ახლა ესე იქნება, ამას ახლა თავზე დავაფარებ და ნენელა გამზადდება. მანამდე მე ყავას დავლევ ბედნიერად. რადგან საჭმლის პროცესი, მზადების პროცესი უკვე მოშორებული მაქვს და მეყვარს ხოლმე ეგ შეგრძნება. ნახეთ რა გემრიელი გამოვიდა მეგობრებო, კაფიანი მე რომ მეყვარს ისეთი. აუ რა ლამაზია და ყავა როგორ მოუხდა მეგობრებო, ნახეთ. გარეთ ისო კარგი ამიდია მზიანი. ჩვენ პალმებს მზედ ახნათის. და წავედი ახლა დავლევ ამ ყავას და ტოლმაც მომზადდება.